ორგანიზაცია სამართალი ჟურნალისტებისთვის ახალი კვლევის თანახმად საქართველოში ჟურნალისტებზე თავდასხმის ძალიან დიდი მაჩვენებელი 298 შემთხვევა 2024 წელს გამოვლინდა და ეს ყველაფერი მას შემდეგ მოხდა, როდესაც ქართულმა ოცნებამ ხელმეორედ წარადგინა უცხოური გავლენის შესახებ კანონი და როგორც კვლევაშია ნათქვამი, ამ კანონის ხელახლა ინიცირებამ სიძულვილის კამპანიები გამოიწვია და ჟურნალისტების არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისებზე, ბინებში და ბინების ფასადებზე და ასევე მანქანების დაზიანება გამოიწვია და ასევე ამ სივრცეებში აკრავდნენ პლაკატებს, წარწერით მოღალატე და უცხოელი აგენტი. ამავდროულად ამ კვლევაში საუბარი არის იმაზე, რომ ჟურნალისტებზე თავდასხმის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ასევე გამოვლინდა 2024 წლის 26 ოქტომბერს, მაშინ როდესაც ქვეყანაში ტარდებოდა საპარლამენტო არჩევნები და ასევე 2024 წლის 28 ნოემბერს, როდესაც ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტა, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებების საკითხი აღარ დაეყენებინა დღის წესრიგში 2028 წლამდე და სწორედ ამ პერიოდში გაიმართა საპროტესტო აქციები და როგორც კვლევაში ნათქვამი ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, როდესაც ჟურნალისტებს თავს ესხმოდნენ და როგორც კვლევაში არის ასევე საუბარი 72% ამ თავდასხმების განხორციელებული იყო ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, სამართალდამცველების მხრიდან და ასევე გარდა ჟურნალისტებზე ფიზიკური თავდასხმისა, ასევე დაზიანდა მათი ტექნიკაც და ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ავრცელებს განცხადებას, სადაც საუბარი არის იმაზე, რომ 13 შემთხვევა გამოვლინდა, როდესაც პოლიცია ჟურნალისტებს, რომლებიც პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ საპროტესტო აქციებზე, გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავება. ქარტიის განცხადებით, ამგვარი ქმედებებისთვის თებერვალში შეცვლილი კანონმდებლობით გათვალისწინებულია ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით და ეს შემთხვევები უმეტესად თბილისში მოხდა, თუმცა ასევე გამოვლინდა ერთი შემთხვევა რეგიონში, მაგალითად ზუგდიდში და ყველა ჟურნალისტმა შეატყობინა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ სადავა დროის მონაკვეთში ისინი პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ, რისი დამადასტურებელი მტკიცებულებაც აქვთ, მაგალითად პრესის მაიდენტიფიცირებელი ბარათები და ასევე ნაწილი დიდი ზომის პროფესიული აპარატურით მუშაობდა და ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აცხადებს იმას, რომ პოლიციას არ უნდა გაჭირვებოდა მათი ამოცნობა როგორც ჟურნალისტებად და ამ შემთხვევებს აერთიანებს ის, როგორც ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აცხადებს, რომ საბოლოოდ ზოგ შემთხვევაში არ დადგა შედეგი და ჟურნალისტებს მოლოდინის რეჟიმში ტოვებს ეს ყველაფერი და გაურკვევლობაში არიან ისინი და პოლიციის ქმედებები ჟურნალისტებს და ზოგ შემთხვევაში მათი ოჯახის წევრებსაც უქმნის ფსიქოლოგიურ წნეხს, ასევე აკარგვინებს მათ დროსა და სხვა სახის რესურსს, წერია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებაში და ასევე ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს იმას, რომ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ჟურნალისტების მიმართ გზის ხელოვნურად გადაკეტვასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული სამართალწარმოება და ასევე ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოითხოვს იმას, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მომავალშიც აღარ აღძრას მსგავსი სახის ბრალდებით სამართალწარმოება.